ჯავშან სატანკო ბატალიონის უმთავრესი ამოცანა წარმოადგენს ცეცხლი და მანევრით მიუახლოვდეს თავდაცვაში ან შეტევაში მყოფ მოწინააღმდეგეს და კონტრშეტევით უკუაგდოს. ჯავშან სატანკო ქვედანაყოფი წარმოადგენს თავდაცვის ძალების მაღალ მობილურ სახეობას, რომელთაც შესწევთ უნარი წარმატებით აწარმოონ საბრძოლო მოქმედებების სრული სპექტრის ოპერაციებში ნებისმიერი ვითარების პირობებში. ალბათ ყველას მოიხსენება, რას ნიშნავს ბრძოლის ველზე საჯარისო ნაწილისთვის თუნდაც ერთი ტანგის გამოჩენა მოტივაციისთვის და მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური დათრგუნვისთვის. ძლავ და თანამედროვე სატანკო ტექნიკასთან ერთად უმნიშვნელოვანესია მებრძოლთა მაღალი სულისკვეთება. ალბათ ისე არსად არ არის მნიშვნელოვანი თანამებრძოლთა ურთიერთგაგება, როგორც ეს სატანკო ეკიპაჟშია საჭირო. მათი საბრძოლო მანქანა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მათ სახს წარმოადგენს. ერთ მცირე დაჯავშნულ კორპუსში 3 ადამიანის უსიტყვო ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული მთელი ეკიპაჟის და თითოეული წევრის ბრძოლის უნარიანობა და უსაფრთხოება. ასევე ერთი ეკიპაჟის პროფესიონალიზმი პირდაპირ მოქმედებს მთელ ოცეულზე, რომელშიც 4 ტანკი და სატანკო ეკიპაჟი შედის და ყოველი ოცეულის სატანკო ასეულის და მთელი ჯარის საბრძოლო უნარებს განაპირობებს. არმიის სიმძლავრის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ჯავშან სატანკო ბატალიონის ბრძოლის უნარიანობაა. წყობში მყოფი, მოტივირებული და პროფესიონალური სატანკო ბატალიონი მთელს არმიას უდიდეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას ანიჭებს. ჩვენ რომ წყობში გევართ, ხო, იდგნენ კიდე ისეთი ხალხი, ვინც დღეს აღარ არიან ცოცხლები და იმიტომ არ არიან, რომ ჩვენ აქ ყოფილიყავით და საქართველოს ყოფილიყო იქ, სადაც არის. ვაცვია ქართული ფორმა, ქართული დროშა გვიკეთია, დროშის გამო ბევრი ქართველი დაიღუპა. უბრალოდ დროშის არ შეურაცხყოფის გამო, და როცა ესეთი ადამიანები არსებობენ, ჩვენ აღარ აგვაქვს უფლება, რომ სხვანაირად მოვიდეთ.